გამოშვებას უცხოეთის სიახლეების განაგრძოთ ამერიკის შეერთებული შტატები ერაყში მოქმედი ისლამისტური სახელმწიფოს ტერორისტების წინააღმდეგ წერტილოვან საჰაერო დარტყმებს დაიწყებს იმ შემთხვევაში, თუ ტერორისტული დაჯგუფება ქალაქ ერბილში შეიჭრება, სადაც ამერიკელი დიპლომატები მუშაობენ. ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გააკეთა. მისი თქმით, ერაყის მთავრობის მოთხოვნით ასევე ტარდება ჰუმანიტარული ოპერაცია. ბარაკ ობამა აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გულგრილად ვერ უყურებს, როგორ იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები. რადიკალური დაჯგუფება ისლამისტური სახელმწიფოს წევრებმა კი გუშინ ერაყის ჩრდილოეთით მდებარე ათობით ასახლებული პუნქტი დაიკავეს. სინჯარას მთებს 200,000-მდე ადამიანი აფარებს თავს, ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით უწყლობის გამო დაღუპულია 40 ბავშვი. ერაყში ორი ოპერაციის ჩატარების ბრძანება გავეცი. ერთი ეს არის წერტილოვანი საჰაერო დარტყმები ამერიკის მოქალაქეების დასაცავად. ამასთან მეორეს მხრივ უნდა განხორციელდეს ჰუმანიტარული დახმარების ოპერაცია იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ათასობით მშვიდობიანი ერაყელი, რომლებიც მთებში არიან გახიზნულები. მათ არც საკვები აქვთ და არც სასმელი. ამერიკის შეერთებული შტატები მშვიდად ვერ უყურებს, როგორ იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები. ტერორისტები ქალაქ ერბილს მიუახლოვდნენ, სადაც ამერიკელი დიპლომატები მუშაობენ. იმ შემთხვევაში, თუ ისლამისტური სახელმწიფო ქალაქში შეიჭრება, ჩვენი სამხედრო ძალები წერტილოვან საჰაერო დარტყმებს განახორციელებენ.